ზურა ლოცულაშვილი. აპლოდისმენტები. ოროგორი თანამედროვე ხარ შენ ზურა. ფული არ ქონდა შავი, ფული არ ქონდა. ეს ფული არ მქონდა. ფული არ მქონდა. რა შემოგთავაზ ზურა რა რა მაქსიმში რა შემოგთავაზ ზურა ისეთი რომ არ ქონდეს. გამაცინე და მოვატეხავ ერთი მოცენ. აბა რა მოგაინტერესებს? ესე იგი საცხოვრებელი ადგილიდან დავიწყოთ. ტურგენევის ქუჩაზე ვცხოვრობ, ხო გიწერია? მან თუ არ ვიყავიო, ვარ თბილისის ქუჩაზეო. და მან თუ არა, მაშინ ესე იგი თოდრიაზეო, ხო? სტადიონები არის მან. თოდრიაზეო ვარო და ისე რომ შეგეწერა სად არ ცხოვრობ? არა. სად ცხოვრობ, გასაგებია რომ გაგიფსი 1%. ძალიან საინტერესო. პასტა თქვენი იყო და მე. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ? თანხას შევიტან ბანკში. ეს პოდიში რა უბრალოდ ჩემი ტკივილიცაა, ბანკში რამეს დაფარავ თუ უბრალოდ შეიტან მომავლისთვის. 2050 წელს გამოვიტანო. მაშინ მომავლისთვის შეიტან. გასაგებია, ჭკვიანი ადამიანი. თუ არა და ანუ ან ჩავსვამ ჩარჩოში და შვილიშვილებს აჩვენ. ესეც საინტერესო ადამიანი ხარ, როგორც ეთქობა, პირველი ჰონორარი. ძალიან საინტერესო. ეკა რამე სხვა დაამატებ? დავიწყოთ. საქმიანობაც მაგარი, ჯერჯერობით ვსწავლობ, ოღონდ ვსწავლობ არის წყალებში. ნა, საინტერესო ადამიანი. ხო ნიჭიერი ვარო, ეგეც უწერი. აი, ნახოთ. მოусმინოთ. ზურა მზად ხარ? კი. აბა წარმატებები. 1, 2 და 3. ზეი, გახსოვთ ჩარჩამ სოფლიოს სახსასრული რო იყო, წლის კათაურჩი. და ახლა სხვათა შორის გუშინ ჩამოვედი ავღანეთიდან. 4 წელი ვიმსახურე და 4 წლის მერე ჩამოვედი და ცოლის სურპრიზს მახვედრებს 6 თვის ფეხმძიმეა, ბიჭს ველოდები, მამა უნდა გავხდე. რო ჩამოვედი მე სტუმრა ჩერნობილელი მაია. ჩემი დაქალი, ესე იგი ჩერნობილიდან ჩამოვიდა გაგიჟებულია. ჩერნობილში ერთ გულ ადამიანს ვერ ნახავ. სულ 2 გული, 3 გული, 4 გული ეგრე. და მე შევედით Facebook-ზე და რას ხედავთ გიას ურამელაშვილმა სტატუსად დაიწერა. რა კარგია დილით ადრე ადგომა. და ნოდარ მელაძემ დაულაიკა. და ისე გიო, შენი საყვარელი სპორტი რომელია? Range Rover, ხო? ამბობენ. არა. დატიშვილსაც უნდა და მაგ სპორტის გაყოლება, მაგრამ მე ვაჯობი. და კითხვა ნიკას. თუ გაქვთ 11 ყინული და 8 ბანანი, რამდენი ვაფლი დაეტევა შენი სახლის სახურავზე? სწორი პასუხია შინდისფერი. რა გჭირს? შინდისფერია პასუხი რა. რა ხდება? გავიკარგე. რაშია საქმე? რა ხდება? სურეალიზმია თუ აი სადავართ. 50 ლარი ვაფლმა მოაგებინა ადამიანს. კი ბატონო, შინდისფერმა ფერმა. ძალიან ისეთი იუმორია, სპეციფიური უნდა. სხვა რაფერები გაქვთ? ვაგზელებთ ხო ალბათ? ვალი მაქვს 170. ხო, არა, მესმის ახლა ბანკი მესმის. გეტყობა. მე წარმატებებს გისურვებ. დარწმუნებული ხარ 50 ლარი არ გინდა რომ აიღო. აღარ შეგაწყვეტილი. 1, 2 და 3. არა, ამ კითხვის არ იყოს ზოგჯერ ისეთი არალოგიკური სისულელეების თქვა მიყვარს რომ 35 ქათამი რაკოინა. და სხვათა შორის გუშინ მეცნიერება დაამტკიცეს რომ ქალმა უნდა იცოდეს 70 რამ. ერთი საჭმლის კეთება, მეორე 69. ისა, თქვენ გოგონი მაკიაჟზე რაღაც ლაქა, სახია, კარგით ხო. და მეცნიერება ასევე დაამტკიცეს რომ სოფლიოს 79% ისეთი გარყვნილია რომ ყოველ წინადადებაში ხედავს რაღაც უზრდელობას. შემდეგ ბავშვებს ეკა ეს როგორ გავიდეთ? რა ცუდი ხუმრობა. აი რაზე გაგეცი? ახლა 79-ზე ფაინა. 79-ზე რატო გაგეცე? რა არის ასეც? ლაქაზე არა. აბა 70-ზე? ლაქაზე ვინდა არ მომეც. ლაქაზე? ლაკა ხო შაშანდელი ხუმრობაა. მეც მისვია მაკიაჟი. ამან პირველ 50 ლარი რომ მოიგო, მე რო გამეცინა, იმაზე გაიცინა. ახლა ამან მეორე. გასაგებია. ნუ ამასობაში 100 ლარი. 100 ლარი. 100 ლარი შენია. მე გილოცავ. წინ გაქვს ოლასი? ოლასი. 200 ლარი. თამაშობთ? რა თქმა უნდა. ნუ როგორი თამამი ადამიანი. ეს არ არის უკან დამხევი ძმაო. არ არის უკან დამხევი. 1, 2 და 3. თუ შეიძლება ბავშვებს ჩევას მიცემ ტელევიზიით გამოვიყენებ დროს, ბავშვებო, ნარკოტიკები არ მიიღოთ, იმიტომ რომ ციხეში მოხდებით და ციხეში ნარკოტიკები ძალიან ძვირია. და ახლა კი სიტუაცია ამერიკელი მძლეოსანი.
ახლა კი სიტუაცია ქართველი მძლეოსანი. დაე, მოკვდე ვაჟიშვილი, ვენაცვალე ჩემ მარჯვენას. ასევე ბავშვების თემას განვაგრძობ. ამერიკაში ვიყავი და ასეთი სიტუაცია შემოთქვა. ესე იგი, მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს. აბა ბავშვებო, რა მოდის 67-ის შემდეგ? 68. რა მოდის 68-ის შემდეგ? 69. რა მოდის 69-ის შემდეგ? პირი უნდა დაიბანო. გავიდა დრო. არ გამიმართლა. ხო და ეს ერთი რო ჩაიწვიდა დრო მოიწურა და ბავშვებო დახვიჭეთ ეყურები მაინც რა ვიცი ისე აფარეთ ხოლმე პრობლემა რა იუმორი იყო ეს 69-ს რა გადაეკიდე 69 რა სამჯერ განიშნე თვალით გადადის 70 და 10-ზე გადა 69 ტუჩით რო გეკნო. რა. უჩით რომ ეკრა მე ვიცი აქ რასაც ვიზარდე ატეხავ და ამბობს გიორგი რა არის არა მე მართლა მინდა და გულით რომ რაღაცა წინ წასულიყავ მაგრამ 69 არა ხო 69-ის ბრალია რა აბრა კაი რაღაცები მქონდა. ასე რომ ნუ მიეძალებით 69-ს აპლოდისმენტებით გავაციოთ ეს ადამიანი და დიდი მადლობა მადლობა მე კიდევ დიდი მადლობა მაყოფილი ვარ მაინც რომ ამიწია ასეთ ხალხთან გამოსვლა, მუშაობა, მართალია ცოტა ხუმრობებში არ გავიმართლა, ალბათ ვერ მოვზომე, მაგრამ მაინც მაყოფილი ვარ და თუ მომეცემა შანსი შეიძლება კიდევ ერთხელ გამოვიდე და გავაკეთო ჩემი მაქსიმალური და უფრო კარგად ავარჩიო ხუმრობები.